გამარჯობათ. ეხლა მინდა გაჩვენოთ ამ ვიდეოთი თუ როგორ მუშაობს უპროფილები გარადებზე და პენელებზე. კარგით. მოკლედ, მოდით ეხლა ჩვენ გავაკეთოთ ასეთი რამ. დავაყენოთ ვერტიკალური პროფილები. კი ბატონო, შევდივართ გარადაში, შევდივართ კაში და გვაქვს აქ აი აქ გვაქვს პროფილი. და ვეუბნებით დას. ეხლა გარადას ჭირდება ესეთი რამ. ალუმინევი პროფილი. ვეუბნებით და ტიპ პროფილი. შევდივართ აქ. გადმოვდივართ აი აქეთ და ვეუბნებით ვერტიკალურს. ლევი თუ პრავი, ვეუბნებით, ნუ პრავის. ვეუბნებით ოკეის. ნახეთ. ეხლა მოდით დავხედოთ ცევიდან ჩვენს კარადებს და რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ ეს ჩვეულებრივ დადგა პროფილი, აი აქ მოდით შენ ეს კარადა გადავწიოთ, პენალი ჩვენი და მივაყენოთ აქ. მე აი ეს გადავწიოთ და მივაყენოთ აქ. მოდით ეხლა აი ამ კარადის პროფილი გავაკეთოთ, რომელიც სამზარეულოში გვაქვს, ხო? აი აქ ჩვეულებრივ შევდივართ კაში და გვაქვს ალუმინის პროფილი და ვეუბნებით. ოკეი, დას. აქაც დავაწყაპუნოთ. შევდივართ კაში და ვეუბნებით ალუმინის პროფილი და ვეუბნებით დას. აქაც კი ბატონო ესე გაკეთდა. და გავასწორეთ ეს ყველაფერი, ხო? ნახეთ, აი ახლა ეს როგორ არის. მაგრამ ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ესეთ რამეს. ესე იგი შევდივართ აქ, აი ამებს ვაშორებთ ერთმანეთისგან, ამასაც ვაშორებთ აი ამისგან, ეს მანიპულაცია საჭირო არის, მე ვეუბნებით პერიაცენიც და აი ნახეთ რა მოხდება, აი გაქრა ის სეგმენტი პროფილები, რომელიც არ ჭირდებოდა, აი აქედანაც და აი აქედანაც, ანუ პერეშოტი პერიაცენკა აუცილებლად არის საჭირო. ხო, ეხლა ესე დავაყენოთ და აი გამოვიდა ესეთი რამ. მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს აი კარადის შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ მარჯვენა პროფილი, ხო? ეხლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, არ მინდა ეს ასე ვთქვათ, არ ჭირდება ეს მარჯვენა მხარეს ეს პროფილი. დავაწყაპუნებთ ამ კუთხეზე, შევდივართ კაში და აქ გვაქვს უდალით ბაკავინო, ანუ გვერდის გაქრობა, თავის პროფილიანად. და ვეუბნებით მარჯვენა გვერდს და ეს დადგა ესე ყველაფერი თავის ადგილას და დაინახეთ თუ როგორ დადგა ალუმინის პროფილი, ხო? მოდით ჩვენ ახლა ესეთი რამ გავაკეთოთ. ანუ აქ გავაკეთოთ ესე. კიდევ კი ბატონო, აი ნახეთ. ეს აუცილებლად უნდა შეამოწმოთ უკანა მხარე. როგორ იღება კარებები? ნუ მარცხენა, მარჯვენა, ასე უთებით გამოვიდა. პრინციპი ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი დადგა თავის ადგილას და ნუ აი ძალიან მარტივად და მოხერხებულად არის ამ ალუმინის პროფილების, ვერტიკალური ალუმინის პროფილების დაყენება. კი ბატონო, აი ამ ვიდეოთი მე თქვენ გემშვიდობებით, კარგად ვცანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.